ჩვენ გავარკვევთ რა შეგიძლია ჭამოთ 10 ლარად. ამისათვის ჩვენ შევარჩიეთ 5 განსხვავებული ობიექტი, სადაც სხვადასხვა განსხვავებულ საჭმელს მიგვიწევს. 10 ლარში ჩავეტევით უჭი დანაყდება თუ ვერ დანაყდება. ოხ ეს რა? ნახე რა კია ეს ის კია რომლის პრობლემის ერთ-ერთი ჩვენი გამომწერი გახდება. ახალ წელს გადმოგეცემათ ახალი კია სპორტი. ამისათვის აუცილებლად შეავსოთ ეს ბრწყინვალებული, რომელიც ამ ვიდეოს აღწერაში იმყოფება. მოხვდით ჩვენს ვიდეოში და გახდი გამარჯვებული, ოღონდ უნდა გამოიწეროთ ჩვენი არხი. აბა არ გამოიწერდა ისე ხვალ. ჩვენი პირველი ლოკაცია იქნება დეგუსტო. დეგუსტო არის ფავორიტი კვებითი ორგანიზაცია მხოლოდ მაშინ, როდესაც დიეტაზე ვარ. და დიეტაზე მე ვარ სულ, მაგრამ არასდროს არ ვიცავ. იგი არასდროს არ ხარ ნამყოფი. ეს გულგუძლი მინდა ძალიან ცოტა სავუხებ. 10 ლარს არ გავცდეთ, ოღონდ ისე დაახლოებით ეგრე უნდა იმასქნათ რა. ყველი არის 2 და 80. ეგ ძვირი როა, მაგრამ ხო. გავქნა. სპაგეტი იყოს ხო, ცოტა რო შევავსოთ 10 ლარად. ცოტა დამა, კი ეყოფა ჯერ ბიუჯეტი. და 70 ჩაეტიეთ 10 ლარში. წყალიც მომდის, ხო? ყალი ლარი ეს. ხო, ეგ არის. კემრიოთ. მადლობა. მოდი ქათმისიმეს ჩახოხვილს გავსინჯავ. დილო თუ ჩაქებს ჩახოხვილით არ დაიწყე, მან საკმარისია. იურე მივადოთ რა ცოტა გორგალი რო დავუმატო. კარგია. ო რა კაი გორგალია. ვახტანგ გორგალია რამბიო. საკურლის კაბაბი არის მეცე. რანაირი მენიუა ვიყო. კი ბატონო, ბარათით გადავხდეთ. ჩემი თებში იწყება ტიტიბურას ნაჟუჟით. აქეთ ხარის გადმოვინაცვლოთ. ბერძნულ სალათას შემოგთავაზებთ. ცხინვალე და ერთსალი ყველის ბურთული. მე მგონი სიფრეშე ჭყავის ჩემი თებშიდან. 9 და 87. 9 და 4 თავასვი რა გენიოსი ვარ. აბა წავიდა. ნებისმიერ სასტუმროში საოცარი საუზმრო იყოს ტიტიბურა, ყველი და ეს აი რაც მე. ტიტიბურა თუ არ აქვს, აი არ შეუძლია რა. გუშინ მივიწვი მე ცოტა პახმელიაზე ვარ ნაბახუსებზე. აგერ წვნიანის აისახეობას ხათმის ხარცოს მივიწვი და ვიკენდია იგი, ტიტიბურა ექნება. გასინჯამინა და უბრალოდ. 2-დან 3-მდე ხო არის სამსახურების შესვენება, აი მაგდოს უნდა ჩამოხვიდე, ჭამო და ახვიდე. ერთი ფაქტია ჩემი ზე თქვა დეგუსტოზე. ადრე იყო ძალიან ძვირია. და გააიარეს. ანუ 10 ლარად ამის შანსი არ მქონდა რომ მეჭამ პლუს წყალი. ერთი წყალი. ნიკა რატომ გრეჩი ხარ? კარგია, ფრეშია, მსუბუქია, იაფია. მოდი რა ეს იყოს აპეტაიზერი, იმიტომ რომ წინ ძალიან დიდი განსაცდელი გველოდები. ხო და ძე ბევრი მომივიდა ხო და მოდი რა შევეშვათ რა. აი რუდები ჩაუბრახუნეთ ამდენი გინეს. რუდები რა ხო. გადახტარი, ჩვენს გვერდზე მდგომი კამპანია. აქ შევაფასოთ თუ მანქანაში. მალა მანქანა ჩავკუსკუსდეთ თორნიკას ახალ ტესლაში. თორნიკა ისე what do you do for living? I make YouTube. რა სიტყვით აბა? ესეთ ადგილებს ერთი მინუსი აქვს რა, რომ სივი იყო ჩემი საჭმელები და შეგიძლია გააცხელებინო, მაგრამ ის გაცხელებულიც რა გამოვა ხუტა როკმაც კი არ ვიცი. ტიტიბურა კარგი იყო, გემრიელი იყო, სალათი გემრიელი იყო და ყველი გემრიელი იყო რა. მე დაუწერდი 7 ქულას. მე რო დეგუსტოში მივიდივარ, იმის მოლოდინი მაქვს, რომ შევჭამ ფრეშად და იაფად. კაი, შეთქოს დაუწერი, რადგან კაბაბი არ მომეწონა, სიმართლე გითხრათ, ძალიან მაგარი იყო რა. მე 10-იანს იმიტომ ვუწერ, რაც გავსინჯე იმას შორის, თორე თქვენაც ჩამოთ შეიძლება მე მაგას არ ავი. რა გრეჩი ხაჭამე ეგეთი გამომაყრე რა. მართლა რა ცუდი გრეჩი ხარ, მიჯამე არასდროს. მოვედით შემდეგ ლოკაციაზე, ეს არის ცნობილი საცხობი ნილე. მოკლედ ნილე შევარჩიეთ, იმიტომ რომ ერთ-ერთი გამორჩეული საცხობია და ნუ საცხობი, იმიტომ რომ 10 ლარს უნდა ჩავეტიოთ და მოკლედ ნახოთ რა დაგვხდება ადგილზე. ნახოთ რამდენი ხანი დავინიშნოთ რიგი, რამდენი ხანი ვიწევს, რათა მივირთოთ ის ჯადოსნური ლობიანი, რომელიც მათ აქვთ. გამარჯობა. გამარჯობა. ერთი ფენოვანი იყოს და ერთი ფენოვანი ლობიანი. 50 დაბჭა. ერთი ფენოვანი ლორი თუ შეძლო და ერთი წყალი. სტანდარტულად უნდა ერთი ლობიანი, ერთი ხაჭაპური. ორივე იმერული, მგვალი. ჯამში იქნება 25 და 60. 25 და 60. 50 ლარში ჩავეტივით. ლობიანი და გადავკეცოთ, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის და უნდა მივირთვათ სკვერში, მინი სკვერში. ეს არის საცხობის მთავარი 3 პრინციპი. ხელმწყველი არის ნამდვილად, მაგრამ ნოტიოა, თბილია და რა დრო იყო ისე ლამნახევარი მოგიდა. აი ესეთი ხაჭაპური, ყოველას პიცაო 60 კილომი. გემრიელია უდაოდ. სომი ცოტა მესქევა ხაჭაპური. მაგრამ ქოქოსასგან ერთი რაც ვიცი, ინგრედიენტებს, ანუ ყველს, კარაქს და რაღაცებს ასაც იყენებენ, მართლა უმაღლესი დონისას იყენებენ. ეს პროცესი ავტომატურად მოყვება მე ესე უნდა გააკეთო. აი ეს მაგბუჩი. ხომაიც აღარჭა. უცოდი რა. აღარჭა.
ნახეთ, გაიბუტა და ნიკაპი გაუდიძდა და გაუდიძდა. დავით, გაუდიძე. დაუწეროთ კომენტარებში. დავით, გაუდიძე, უფრო და უფრო. გაუბერე და გაუბერე. გაუბერე, კიდე. აკეთე ხა. აკეთე. შენ მუჭო ეს არ გაჩვევ. იმიტომ გამხელა ღაბაბი შეხედე. გაუხეთქე. დავით, გაუბერე. კაკეთქე. რა გაუბერა? თორნიკეს გაუბერო ეხა, ღიპი გაუბერე. კაკეთქე. მე დაუწერდი ნილეს მყარ 8 ნახევარს. იმიტომ რომ საკმაოდ გემრიელი იყო, ეხა საცხობს მეტი ბევრი არ მოითხოვება და ფასის შეცება მისცი და ყველაფერი. მე დაუწერ 8 ქულას, ჩემ ემოციებს გადმოსცემ ზუსტად ეს ქულა. მეც 8 ქულას დავუწერ, იმიტომ რომ 10 ქულიანი და 9 ქულიანი საცხობებიც მიჭამი. ცოტა გაწვიმდა მოვედით ჩვენს ახლად გახსნილ ფილიალში სააკაძის მოედანზე. მისამართი არის შარტავას 4. ეს ფილიალი გაიხსნა დაახლოებით 1 კვირის წინ. ძალიან ბევრი სტუმარი მივიღეთ, გავასინჯეთ ჩვენი ახალი გემოები. ძალიან კმაყოფილები ვართ. როგორც ჩვენ, ასევე ჩვენი მომხმარებელი. მოკლედ 10 ლარი გვაქვს, ამიტომ მოგვიწევს პატარა შაურმების ჭამა. 3 ათლარიანი შაურმა და კომპოტები რო რაღაცა ბებომ გვიგრევოს. შეიხარეს და კომშის თუ მე კომში. მე ხაიხარ. ანუ ამ ჩემადანებს გქონეთ აქცია. ჩვენ ჩემანალებს. თქვენანალებს, ანუ ახალი წაკის არომატის ჩიპს გშუქნე, როდესაც შეუკვეთავ შაურმას. ანუ რეალური მყიდველი თუ ხარ, თუ შემოხვედი და ჩიპსი მოიტა, ეგრე არა. არა. მოვიდა მოკლედ. აბა ბიჭებო, აბა. 10 ლარიანები, აბა ვისი რომელია? ეგრევე ხორცის ხო? მაგას მივახციეთ მაგას ამ. ძალიან მებრელია რა. მართლა ეგრეა. წვრილად რა დაჭრილი ხორცი მომწონს რა. კომპოტებზე რა საერთოდ კომპოტებზე. იდეალურად მიდის შაურმასთან მართლა. მაგარი ბებო ყავს რა. აი ესეთ ნაჭამზე გემრიელია ხო? აი და. ვიდეოს გააშკაია. აი 10 ლარად ამით ყველაზე მეტად დავნაყოფდი რა. რას ამბობ? არა, რატო რა? ლოგიკური იყო. მე მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ თუნდაც სუდი, თუნდაც კარგი რეკომენდაცია ნამდვილად, მაგრამ სანამ თქვენი თვალით და თქვენი პირი გემოთი არ გასინჯა და არ დაგემონებთ, მანამდე მაინც დასკვნები არ გამოიჭარდა. ამიტომ გირჩევთ ყველას, რომ მოხვიდეთ ერთხელ მაინც გასინჯეთ. დანარჩენი უკვე თქვენით გადაწყვეტეთ. ხალხს შევახსენოთ სამივე ფილიალის მოსამართი სადაც შეუძლიათ რომ გვესტუმრონ. ჯავახით 130. ვარგეთილია და ხიზანშვილი 13. გლდანი, შარტავას 4B. სააკაძის მოედანი საბურთალო. რა კომბინირებენ ბიჭები? აი ბოლოს უფრო გაგებრიელდა ეს შობა ძაღლი. ნუ მაგინებ გუგა, იმიტომ რომ ამის შობელი მე ვარ. ძაღლი კი გუშევასი. მე ვინ გამოდივარ ამა? შენ გამოდიხარ დიშვილი. შაურმის დიშვილი ხარ შენ. ვიკა ამ ლოკაციის მე სად მივდივარ? აქედან კაი ფოტოები და მივცეთ კაი ფოტოები. სად მივდივარ? არის space. რომელში? ბეიმარტი. ვიმარტის ფოტოები არ მაქვს გასინჯული სიმართლეს უთხრა. წავედით, გადავინაცვლოთ მაშინ. წავედით. ძალიან კაი იყო რა გამისწორდა. წავედით. ყოფილიყავით. მოგვისაღამოვდა და მოვედით ვეიმარტში, სოკართან შევაჩერეთ, ბენზინი ჩავასხით. ფათაშორის გულწრფელად არ ვიცოდით და დღეს ყოფილა ხუთშაბათი და დღეს არის ნახევარი ფასი. ერთი ჰოთ-დოგი ბავარიული და ერთი ნადახტარი ლუდი. 10 ლარში ხო ვეტევი? კაფსო ეტევი კი რა 5 ლარში ეტევი. მოდი დავიტოვებ ამ ოთხას და შემდეგ ვიდეოზე ესეთი გიგა. გუგა წვადი. და ყველაფრით სოუსები რაც შედის ყველაფერი ჩავ. იგივე აბსოლუტურად სამივეს. მე დიდი მინდა. დიდი რომელიც არის 29 და 60-ია. თორნიკემ შეუკვეთა XL-ი 6.90, ჩვენი აქციაში არის 3 ლარი, ისე ღირს 6 ლარი, დღეს ვართ 3 ლარი. 3 ლარად რო ჭამ, 10 ლარად ჭამ 3 წელს რა გადაო. ანგემელის შაურმის მერე ამასავარცელია ვარ. აი ხა ქოუჭამებ ყველაფერი, მაგრამ ამას რო ეს უხდება, ეგრე არც ერთს. აი არა. აი კიშკა. კაი ზავია. თუ ხუთშაბათის დილა გაგითედათ, დაგშიათ და 3 ლარი გიყრიათ ჯიბეზე, ჩამოირბინეთ ვეიმარტში და მშვენიერ ჰოთ-დოგს მიირთმევთ. 5 ლარში მაგრა გავერთ. ხოლო რაც შეეხება, თუ გაგითედათ პარასკევის აღარულ,
6 ლარი უნდა გეგდოთ მინიმუმ. არა არც 6 ლარი არის პრინციპში დიდი თანხა რა. ისეთი ფასებია ეხა იმ დღეს იმაზე კარფანჯანამი და სახში რა ჩასვლა. ხო, 700 ლარი მითხრა კვადრატული. აია. შული. შული. მე არ მიყვარს ძალიან ზიზილ პიპილო ჰოთ-დოგები, აი ჩაყრილი რა ბეკონები და ყველის соуსები და მიყვარს კომპაქტური კლასიკური ჰოთ-დოგი. სპეციალურად ხარ ჩაარი როგორი მავნე კაცი. გიჟი კაცი. დავედი ხო? ამო გუგი მოდი ბურგერის მივიღოთ. შენ ასე თქვი. მე ძალიან დამევასე. არა გულს ხო მე მევასება და დამევასება. შენ გვინდა 10 ლარიანი ბურგერის კომბო? 10 და 40 ხის, მაგრამ 41 ეხა შეგვიძლია ქათმის ბურგერიც ავიღოთ იდეაში ბიჭებო, მაგრამ მოდი რა ვიკაიფოთ ბოლომდე და ჩეზბურგერი იყოს. სტაფისთვისაც გვინდა რომ რაღაც დავანაყროთ და რამეს რა შემოგთავაზოთ. დიმათ უკვე ნორმალურად ბურგერ ბოქსები გვაქვს. ბურგერ ბოქსი კარგადი, რამდენი ანუ 6 ჩიზბურგერი შედის, ფრი შედის და соуსები შედის სამი. ის თუ გახსოვთ ჩვენ რომ ერთი პერიოდი შევაფასე გახსოვთ კი 5-2-4 ისე რომ ძალიან ბევრი შემოцვალეთ, აი მენიუდან დაწყებული და თვითონ არის მიდგომებანი, ყველაფერი სისტემა შემოцვალეთ. აი მენიუსაც შეგიძლიათ პრინციპში გადახედოთ ახლა ახლარად კამერას ვეუბნები. ატმუშავს ეს ადამიანი. კამერას ვეუბნები, აი შეგიძლია ხალხმა გადახედოთ. ამ მენიუში 10 ლარზე იაფია ყველაფერი ფაქტობრივად. მოვიდა ჩვენი კვება. ჩვენ კვებასთან ერთად მოვიდა ბიჭების კვებას და მოდი ავხადოთ თავი და ისე გადავცეთ. რა პონტია. ეს არის ბოქსმაისტერი. წაიღე დიდი ხანი რო გამიჩერებ, თორე დაკლებულ ბოქსებს მიიღებ. პორცია ფრის ნორმალურია, იმიტომ მე ზოგადად ყოველთვის მრჩება ფრი და ბურგერს ვსავჭამ, ფრი მრჩება რა. აი თვითონ ეხა როგორ ჭიხერს 10 ლარად რო ბურგერის მენიუს ჭამა შეგიძლია უკვე ძალიან კაია. ფოტოშოუს მადუნა კოიძე მიანიჭა სამუდამო ბანიგი არა პირიქით ანუ. ავტობანი. ანუ გახსნილია. соуსი გავს ბიგ-ბაკის соуს ძალიან. მართლა კაია რა. ხოშა. აი გავჭამთ რა. გემრიელად. ამდენის მე კიდე თუ მე ამას შევჭამი, მამაღმერთსაც არ ეგონა. ამას შეგიძლია თავისუფლად უწოდა ბურგერი. ბურგერი კი. ეხლა ეს რო შევადარო 30 ლარიან ბურგერს, ვიტყვი რომ არ მომეწონა ეს ბურგერი ხო. მართლა. აი არ მომწონს რა, ესე ვიტყვი. მაგრამ 10 ლარად მოჭამ ეხლა მენიუს 6 ლარად შვედიერი ბურგერია. მაგრამ 12 ლარად რო 11 ლარად რო ორ ბურგერს შეჭამ. აი ამას უკვე იტყვი რა, აი ბრავო ამას შემფრენ. მათემატიკას დაანებე თავი შენ. ამას შეხი. ანუ ამ ყველაფრის მე პროცესს წარმოიდგინე. ჩვეულებრივი ჰიპოპოტამია დედას. ჩვენი ბიჭების რო არ დააფიქსოთ არ გამოვა რა. დავფიქსირეთ. ჩვენ გულშემატკივართან ერთად. გაიხარეთ. აი გვაჩუქეს ყველის სოუსი ამასობაში ნიკუშას. არ გეგონოთ რომ ლარებში ვიტყუებით. ეს არის ნაჩუქარი. ნაჩუქარი შეიძლება. ცოტა უფრო სქელს ვისურვებდი რომ იყოს. მაგრამ ემოზე მშვენიერია. მოდი ახლა ასეთი რაღაც გავაკეთოთ. აქ საკმაოდ ბევრი ხალხი დადის. თუ რამე სხვანაირად ფიქრობთ, თქვენი აზრი კომენტარებში დაგვიფიქსირეთ, მოგწონთ თუ არა ეს ადგილი. არა მარტო მაქსის ბურგერი ზოგადად ყველა სადაც ვიყავით. მე ვფიქრობ, რომ წინ ეს 10 ლარიანი არჩენები რაც გავაკეთეთ თავიდანვე, გამოდგა ძალიან გამართლებული. ნიკა, აი მაინც მე მინდა კითხვა დაგისვა რა. აი დეგუსტოს ტიტიბურა თუ არა ეს ბურგერი? ეს ბევრად. ოღონ ოღონ პარაგრაფში ტიტიკურა. აი აქო დავასრულოთ, მაშინ წარმატებებს გისურვებთ ყველას მეგობრებო. დაგიბაჯოთ ღმერთს ვისურვებ მოიგოს ნატახტარი.